ვაშინგტონში ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ახალი ხელისუფლების წევრები პირველად ესწრებოდნენ მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების გასაღრმავებლად თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის იმჟელეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, საქართველოს როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო გზის პოტენციალზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში, ასევე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით თანამშრომლობაზე. შეხვედრები იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ წარმოდგენილი იყო საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლები. ამ შემადგენლობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში პირველად მოხდა ჩვენი შეხვედრა და ამერიკულ მხარეს წარუდგინეთ ჩვენი ხედვები, პროგრამები, ყველა ამ ჩამოთვლილი მიმართულებით, კერძოდ რა არის ჩვენი პრიორიტეტები ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ენერგეტიკის სფეროში. შეიქმნება ერთობლივი სამოქმედო გეგმა კულტურის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, გრძელვადიანი გეგმა 3-დან 5 წლამდე ალბათ, რომელიც მოიცავს როგორც კულტურის სფეროში ღონისძიებების გასვლას საქართველოსა და ამერიკას შორის, ასევე უფრო სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობის საკითხებს. განხილული იყო კულტურული ძეგლების დაცვის საკითხი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელსაც ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზეა საუბარი.